გრძელდება პროტესტის აქტიური მონაწილეების ადმინისტრაციულ საქმეებზე გასამართლება. ტროტუარზე დგომისთვის დღეს მოქალაქეებს ერთმანეთის მიყოლებით ასამართლებენ. ცოტა ხნის წინ დასრულდა სტუდენტ მეგი დიასამიძის ადმინისტრაციული პროცესი. მას მოსამართლე დავით მაკარიძემ ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა. დღესვე ჩანიშნული იყო ანუკი ჩრდილელისა და 69 წლის ქალის ქეთევან ხარაძის პროცესები, მაგრამ გადაიდო. ტროტუარზე დგომის ბრალდებით დღეს კიდევ ორი მოქალაქის საქმეზე იმსჯელებენ. დია ბაძაღუა მოგვიყვება ამ პროცესების დეტალებს ის დილიდან მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე დავით მაკარაძემ სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება და სტუდენტი მეგი დიასამიძე ორდღიან პატიმრობაში გაუშვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მეგი დიასამიძეს ედავებოდა 18 დეკემბერს რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარზე დგომას. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებად 112 სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომელიც მთელ პერიმეტრს უყურებს და აღბეჭდილი რაც იყო ამ კადრზე იყო ის თუ როგორ დგანან ადამიანები, მათ შორის მეგი დიასამიძე მშვიდობიანად რუსთაველზე პარლამენტის წინ ტროტუარზე. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ვიდეო კადრები მოაქვს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ არ მოჰყავთ მოწმეები, რომლებიც მაგალითად იტყვიან, რომ შეფერხდნენ გადაადგილებისას და ხელი შეუშვალეს მათ იქ მდგომმა მოქალაქეებმა. შეგახსენებთ იმასაც, რომ მეგი დიასამიძეზე ასევე აღძრულია სხვა საქმე, ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დაიწყო სექტემბერში კახიკალაძის წინასაარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო. სწორედ სოლიდარობის ნიშნად გააკეთა საპასუხო წარწერა ასევე ელენე ხოშტარიამაც, რომელსაც ამ საქმეზე სულ ცოტა ხნის წინ მიუსაჯეს წელიწად ნახევარი. დღეს მეგი დიასამიძის პროცესი არ ყოფილა ერთადერთი ადმინისტრაციული პროცესი, რომელიც ეგრეთ წოდებული ტროტუარის საქმეებზე იმართება. გარდა ამისა, ასევე გზის გადაკეტვის საქმეზე ჩატარდა აქტივისტ ანუკი ჩრდილელის პროცესიც. მას ედავებოდნენ 7 მარტს ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობისას გზის გადაკეტვის მარშის დროს იგულისხმებოდა პერიოდი, როდესაც მოქალაქეები მარშის შემდგომ მიდიან უკვე რუსთაველზე და ვიდრე ისინი გზიდან გადავიდოდნენ ტროტუარზე. მას ედავებოდნენ, რომ ის იდგა ბასლაინზე და აფერხებდა მოძრაობას, მისი პროცესი გადაიდო. ასევე ჩატარდა 67 წლის ქალის ქეთევან ხარაძის პროცესი, რომელსაც ედავებოდნენ ასევე ტროტუარზე დგომას. თქვენ შეგიძლიათ მეგი დიასამიძის კომენტარი პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. მან სულ ცოტა ხნის წინ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ის იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და შეატყობინა, რომ ელოდება ეკიპაჟს. ახლაც ის მეგობრებთან ერთად აქ იმყოფება და ელოდება თუ როდის გადაიყვანენ იზოლატორში. გამარჯობა, მე პოლიციის გამოძახება მინდა საქალაქო სასამართლოსთან ვარ. პროცესი მქონდა დღეს და ტროტუარზე დგომის გამო მომისაჯეს 2 დღე და მინდა მოვიდნენ და გადამიყვანონ რა, როგორც ხდება ხოლმე. არსად არ ჩანან და მაგიტო გადავწყვეტე დაკავშირება თქვენთან. იზოლატორებში პროტესტის მონაწილეების გაშვება ხდება მართლა ტროტუარზე დგომის გამო. თავდაპირველად მეც არ მჯეროდა, რომ ამის გამო დაიჭერდნენ ადამიანებს, სანამ ჩემამდე მოვიდოდნენ და მე დავაკვირდი, კვლევა არანაირი არ ჩატარებულად, მე დავაკვირდი მედიების ქვეშ გავრცელებულ კომენტარებს და ასე შემდეგ, რამდენად სჯეროდათ ადამიანებს, მაგრამ მანდ უკვე მივხვდი, რომ მართლა არ სჯერათ და ერთადერთი ჩემთვის 2 დღე, 4 დღე იქნება, 15 დღე იქნება, 60 დღე იქნება იზოლატორში ყოფნა, საერთოდ არაფერს არ წყვეტს. არ ვიცი როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის მიერ მიზანი იყოს მოქალაქის პატიმრობაში მიცემა, ეს იყოს ადამიანის მიზანი და ზოგადად ორგანოს მიზანი. ჩემს შემთხვევაში მოითხოვეს პატიმრობა და 20 აპრილს ბატონმა მოსამართლემ ცეკვავამ გადადო 2 საათზე გამოცხადება და ვარაუდობ, რომ გამოცხადებაზე უბრალოდ იტყვის რამოდენიმე დღიან პატიმრობას და ეს იქნება მთლიანი პროცესი 20 აპრილს. სასამართლოში და დემოკრატიულ ქვეყანაში სამართალდარღვევის ოქმი უნდა იქნეს შედგენილი და სამომავლოდ უნდა ითვალისწინებდეს, რომ ეს ეგრეთ წოდებული სამართალდარღვევა იქნეს აღკვეთილი და თუ ადგილი ქონდა ქალბატონი ანას მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, სწორედ ეს უნდა იყოს აღმოფხრილი და არა ის, რომ რა პასუხიც მივიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან, რომ მიზანი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და იმ პროცესის არის ის, რომ გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული პატიმრობა ქალბატონი ანას მიმართ.
აქტივისტები თვლიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათ წინააღმდეგ დაწყებული ეს ადმინისტრაციული საქმეები არის პროტესტის ჩახშობისა და მათი დაშინების მცდელობა ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონებით, რაც მათ არ გამოუვათ. დღეს არის კიდევ დაგეგმილი რამდენიმე პროცესი, რომელიც ასევე ეგრეთ წოდებული ტროტუარის საქმეებს შეეხება. მათი მოსამართლეებიც ასევე არიან დავით მაკარაძე და თორნიკე კაპანაძე. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, სავარაუდოდ შესაძლოა რომ ცოტა ხალხში მოაკითხონ მეგი დიასამიძეს და გადაიყვანონ ის იზოლატორში და გარდა ამისა დარჩენილია სხვა პროცესებზე გადაწყვეტილებების გამოცხადებაც.